ყაბაყის ხიზილალა. ჩვენ დაგვჭირდება ერთ ყაბაღზე ერთი მოზრდილი, კარგი თავი ხახვი. ვინაიდან ცოტა პატარა ხახვია, მოდით ორ ყაბაღზე ავიღოთ სამი პატარა თავი ხახვი. მოვაჭრათ. დავჭერეთ ესეთ ნაჭრებად. დაჭრილი ყაბაღი მოვათავსოთ ქვაფში. დავასხათ წყალი, ისე რომ დაფაროს ყაბაღი, ნაჭრები და მაღალ ცეცხლზე დავდგათ მოსახარშეთ. სანამ იხარშება ყაბაღი, ჭრით წვრილად ხახვს. დავბრაცოთ ხახვი. ხახვი დაიბრაცა ოქროსფრამდე, ჩავდოთ 3 სუფრის კოვზი ტომატი. 2-3 წუთი ესე ითუშება. ახლა გამორთოთ და ოდნავ ვაცადოთ გაგრილება, რომ მერე ბლენდერში გადავიტანოთ. ახლა გავწუროთ კარგად ზედმეტი სითხისგან. ახლა გადმოვიტანოთ მოთუშული ხახვი და ტომატი ბლენდერში. 1 ჩაის კოვზის მარილი, ასევე 1 ჩაის კოვზის შაქარი. გემოვნებით ფილტვი. მე ჩავზი ოდნავ მანგოს სიროპი და სხვა. და ყავა შენთვის. ახლა მიყურეთ. გემრიელია. მაგარი გემრიელია.